Mașasem Cornelis rubrica da საუბრობთ ბუნებრივია რომ ძალიან აქტუალურ სამეცნიერო თემებზე რაც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ჩვენს ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენ ჯანმრთელობაზე არამედ ჩვენს პატარებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ შვილებზე მომავალთაობაზე და ბევრ არასწორ ინფორმაციას დაუპირისპირებთ კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანის მოსაზრებასა და მის მიერ დაგროვილ გამოცდილებას რომელიც გაუზიარებს აი ამ გამოცდილებას და ამ ცოდნას ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მათ შორის საუბარი გავაგრძელოთ ვაქცინაციაზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე პატარებში განსაკუთრებით ეს ძალიან მტკივნეული თემაა და სამწუხაროდ ვრცელდება ბევრი არასწორი არაზუსტი ინფორმაცია ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესთან დაკავშირებით და ამას საუბარს გავაგრძელებთ პედიატრთან ლალი ჯანაშია გახლავთ ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი დილა მშვიდობისა მოგესალმებით საუბარი პირდაპირ დავიწყოთ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი ერთი მხრივ და მეორე მხრივ რამდენად საზიანოა ამ პროცესის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მოგესალმებით პირველ რიგში ყოველთვის საჭირო როტო საკითხებთან დაკავშირებით მიხდება ხოლმე თქვენთან სტუმრობა. უბრალოდ რამოდენიმე წამს მოვიპარავ ეთერისას და აქედან მინდა მივესალმო კანცელარიასთან მდგომ მშობლებს დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების, რომლებიც მთავრობისგან ელოდებიან პასუხს მედიკამენტთან დაკავშირებით. ვარ იმ ექიმთან ნაწილში, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან ერთად ვატარებდი წვიმიან ღამეებს გაზაფხულზე და მოგეხსენებათ აქონდროპლაზიის წამალმა მასზე არსებული ბევრი მითქმა-მოთქმის და ამჯერადაც გავრცელებული რომ ეს წამლები არ არის შესწავლილი აქვს გვერდითი მოვლენები ეხლაც იგივე აზრი მუსირებს ამის მიუხედავად მან დადო სერიოზული შედეგები და მათ შორის აქედან მინდა მივესალმო ზაკო მუშკუდიანს რომელიც 12 სანტიმეტრით გაიზარდა თანაც კიდურების ხარჯზე და პარაოლიმპიადაზე ვერცხლის მედალოსანი გახდა ცურვაში შესაბამისად მუშაობს ეს ყველაფერი ამიტომ ნამდვილად ღირს ამ ბავშვების ცხოვრება მაგრამ თუ ეთერის მოპარვა დროის პირიქით აი ბოდიში იყო და არა ბოდიში პირიქით მადლობა ამ სწორი მაგრამ მართლა განცხადებისთვის ჩვენს ფარს უჭერთ კიდევ ერთხელ ექიმს ალბათ არ აქვს მორალური უფლება რამე თემაზე საუბარი დაიწყოს ამ სოლიდარობის გამოხატვის გარეშე მიგულეთ თქვენს გვერდით თუ რამეში ჩემი როგორც ერთი მოქალაქის ერთი ექიმისა და თუნდაც აქტივისტი მიწოდეთ დახმარება დაჭირდებათ ამ ადამიანებს მათ იციან რომ ნამდვილად მათ გვერდით ვიქნები და მე მინდა ჩინოვნიკებს მიმართო რომ ყველა თქვენთაგანის მაგიდაზე ზუსტად ვიცით გას ქვიშის საათი ბატონებო გადააბრუნეთ ქვიშის საათი და შეხედეთ რომ ზუსტად ქვიშის საათის პრინციპზეა აწყობილი ამ ბავშვების სიცოცხლე მათ სიცოცხლე ზუსტად იციან და იციან რომ ზუსტად იციან რამდენ ხანში შეიძლება დადგეს სიკვდილი და მიეცით შანსი და საშუალება რომ გაიზარდოს ქვიშის საათში ქვიშის მოძრაობის დრო უმორჩილესად გთხოვთ როგორც მოქალაქე როგორც დედა და როგორც ექიმი ეხლა დავაბრუნდეთ თემას და მაბატეთ კიდევ ერთხელ აი ამ ესეთი ნოტი შემოტანის შვილი ყავდეს ჯანმრთელად და კარგად კი ბატონო შეგეძლოთ გავაგრძელოთ საუბარი ეხლა შეეხება რაღაცნაირად იმიტომაც მოვიპარე ეთერი რომ ბმა არის მძიმე დაავადებებთან ნეტავ არსებობდეს რამე ვაქცინაცია რომელიც დუშენის კუნთოვანი დისტროფიისგან დაიცავს ბავშვებს სწორედ ამიტომ თავშივე ვიტყვი რომ ჩემთვის სრულად გაუგებარია როცა მშობელს დედას და მამას სრულწლოვან ადამიანებს აქვთ არჩევანი რომ ერთი ნემსის ჩხულეტით უამრავი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან დაიცვან თავიანთი შვილები რატომ უნდა თქვენ ამაზე მიზანმიმართული უარი ან ეს ლახავს თუ არა ბავშვის უფლებებს, რომელიც მოსდილ ასაკში თუ შეეჯახება ამ პრობლემას, ან დაუდგება ეს პრობლემა რაღაცა სხვანაირად გამოიწვევა და ამას გზადაგზა ჩავშლით და მოხდებით რატო ვლაპარაკობ, რა პასუხს აძლევენ ამ მშობლებს. აქვე უნდა დავაყენო იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებიც ანტივაქსერთა დიდი ჯგუფის, რომლებიც დაესევიან ხოლმე საჯარო სივრცეში, ტელევიზიაში, ან თუნდაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მნიშვნელობას ვაქცინაციისას უპირისპირდებიან უამრავი აბსურდული თითიდან გამოწვეული ამბებით მე ამ ადამიანებს ღიად თქვენი ეთერიდან პირდებით ყველა თქვენთაგანის გვარს სახელს თქვენს კომენტარებს ნამდვილად ვსკრინავ ბატონებო და ვინახავ ამიტომ თუ საქართველოში რომელიმე აუცრელი ბავშვის მდგომარეობა ამ მძიმე ინფექციის შემდეგ გახდება ძალიან დამძიმებული სარეანიმაციო ან ფატალური ყველა ადამიანს ეცოდინება იმ ადამიანების გვარები და სახელები რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელში ამ მიმართულებით თქვენი გადასაწყვეტია თქვენი შვილების მდგომარეობა მაგრამ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება თავის თავზე აიღოს დემაგოგობა და ძალიან დიდი მოძრაობა ასე ვთქვათ წამოიწყოს სოციალურ ქსელში კამპანიის სახით და ყოველგვარი განათლების გარეშე სამეცნიერო განათლების გარეშე არანაირი მოქალაქეებზე ვიყო უბრალოდ რაღაცნაირად აყენებენ
სხვას ზიანს. ამიტომ ჩვენ როგორ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ ამასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ, თან მოდით რაღაცნაირად მაინც ვიფიქროთ, რომ გვიყურებენ ეს ადამიანები, რომლებიც არ ებხრობიან ვაქცინას და მაგალითად მათთან მიაღწია ამ არასწორმა ინფორმაციამ და პროპაგანდამ და ფიქრობენ, რომ შეიძლება მათ ბავშვებს ვაქცინაციამ პირიქით კონკრეტულად რომელიმე დაავადება, თუნდაც აუტიზმი ერთ-ერთი იყო, რომელიც გავრცელდა რომ დაემართოს, ამიტომაც მათ რა პასუხს გავსცემდით? იცით რა არის, პირდაპირ მაგ თემით დავიწყებ, იმიტომ რომ ზუსტად ამ წინა დღეებში წავაწყდით ძალიან სენსიტიური, ძალიან სასიამოვნო პოდკასტი გავიდა ერთ-ერთი, სადაც იყო აუტისტი ბავშვი თავის დედასთან ერთად. ეს ბავშვი ჩემი პაციენტია და იყო ძალიან კარგი, გაწონასწორებული გადაცემა, რომელშიც დეტალურად იყო ახსნილი, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ, რა არის პირველი ნიშნები. მე იყო ძალიან სენსიტიური მომენტები, როგორ გახდა ეს ალექსანდრა არანორმალურად კარგი ბავშვი, როგორ გაალობს, როგორ იჭკვიანია, როგორ იყენებს საყოფაცხოვრებო პირად ნივთებს. მოგეხსენებათ, რომ აუტისტებისთვის რთულია როგორც კვება, როგორც თუნდაც დანაჩანგლის გამოყენება, სოციალიზაცია მათი არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს ადამიანები არიან განყენებულ თავენთვის შექმნილ სამყაროში, არიან აბსოლუტურად ასოციალურები და რა შრომა ჩაიდო იმაში, რომ თუნდაც ერთი ალექსანდრა არის მაგალითი, როცა სწორად არის ნამართი დიაგნოზი, სად შეიძლება მივიდეს ადამიანი და აი ამ გადაცემის გასვლის შემდეგ იმან მოამწიფა თქვენთან მოსვლის თემა და უღრმესი მადლობა პროდიუსერებს, რომ გადაწყდა, რომ იმის ქვეშ წავიდა უამრავი არასწორი კომენტარი, რომ აუტიზმი ზუსტად იმიტომ განვითარდა, რომ წითელას ვაქცინა უკავშირდება პირდაპირ აუტიზმს და პირდაპირ დავიწყებ წითელაზე საუბრი, თუმცა მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენი ეროვნული გეგმიური კალენდარის ფოტო მოგაწოდეთ და ეს მე უბრალოდ ეხა ვიტყვი აუცილებლად წითელაზე ეგეთ რაღაცას, რომ იყო ესეთი მეცნიერი ამერიკაში ენდრიუ უეკფილდი, რომელმაც 1998 წელს ყურადღებით მინდა ყველა მოისმინოს. 12 ბავშვზე, ამას ვუსმევ ხას ხმამაღლა, 12 ბავშვზე ჩატარებული კვლევით არაფერ კრიტიკას არ უძლებს არსად, არაფერში არ ჯდება, რომ რამე კვლევას დაარქვა 12 ბავშვზე ან 20-ზე ჩატარებულს, რომ არის ეს კვლევა, ამას მიცეს სამეცნიერო საფუძველი და გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია და პირდაპირ დაუკავშირა წითელას ვაქცინა აუტიზმს. ამის მერე დანიელმა მეცნიერებმა პირდაპირ დაიწყეს ამაზე მუშაობა და 657,000 ბავშვზე მეტი გამოიკლიეს ამ მიმართულებით, რომელთა შორის იყო აცრილი პოპულაციაც და აუცრელი პოპულაციაც და მხოლოდ 5176 ბავშვი გამოვლინდა აუტიზმი. უბრალოდ პროცენტ შეხედეთ და აუტიზმის გამოვლენის შემდეგ აი ამ ბავშვების პოპულაცია რო შეისწავლეს, გამოვლენილებს გულისხმობ, აქედან ნახევარზე მეტი საერთოდაც არ იყო აცრილი. არათუ წითელაზე, არაფრად, საერთოდ, ანუ აიღეს ყველანაირი პოპულაციიდან აიღეს აუცრელი, აცრილი, ანტივაქსერი შვილი არ აქვს მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ პროცენტი 657,000 ბავშვზე მეტი გამოიკლიეს და ლაპარაკი ამ 5,700-ზე ცოტა მეტში გამოვლინდა, რომელთაგან აცრილი არ იყო მეტი წილი. აქ უკვე არაფერზე აღარ უნდა მეტი პასუხი და რა მოხდა? 2010 წელს ამ პატივცემულ ენდრიუს საერთოდ აეკრძალა სამედიცინო მოღვაწეობა ყველა სამეცნიერო ჟურნალიდან გაქრა მისი სტატია, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს გამოიწვია ასევე ძალიან ცნობილი პოლიტიკოსების ტვიტერებზე ძალიან ხმამაღალმა განცხადებებმა ვაქცინებთან დაკავშირებით, ადამიანები ხოცით სოციალური ქსელის დაავადება, ეგრეთ წოდებული, რომ იტაცებენ იმას, რაც თვითონ სიამოვნებთ. ნახეთ, ეკრანზე გავიდა, ეხლა ზუსტად წეღანი იყო რუზველტის ფოტო. და გადავხდი წითელადან, მაგრამ პოლიომიელიტით იჯდა ეტლში რუზველტი. ეხლა წარმოიდგინეთ, ამერიკა რას არ მიცემდა იმისთვის, რომ მისი პრეზიდენტი საავრძელში არ მჯდარიყო. მე ნელ-ნელა როცა თემას ჩავთვლით, დეტალებში მოვყვებით. დაამბროს ამ ძალიან ვერაგი დაავადებისთვის საპირისპირო პრევენციის ზომის სახით არსებობს ერთი პატარა ჩხვლეტა. ნემსის ჩხვლეტა. პოლიომიელიტზე ვაქცინაციის დაწყების მერე პრაქტიკულად ვერ ნახავთ თქვენ ვერსად, ვერ წაიკითხავთ სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ მისი მძიმე გართულებით ან მისი ინვალიდიზაციით 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვინმე გარდაცვლილიყო. დავიმახსოვროთ, რომ წითელას ვაქცინა ერთმნიშვნელოვნად არ იწვევს აუტიზმს. უამრავმა ადამიანმა დაადასტურა და მინდა გითხრათ, რომ ეს ტერმინი აუტიზმი ზოგადად ლეო კანერის მიერ შემოღებული იქნა 1953 წელს. ხალხო, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, რომ ეხლა რაც დაიწყეთ ეს შხამი, ამის მერე დაიწყო 1953 წელს დადო ადამიანმა და დაარქვა ამას აუტისტური აშლილობა, შემოიტანა ეს ტერმინი. ამიტომ ეს ნაწილი მინდა ასე ჩავხურო და ერთი სიტყვა უცებად უნდა ვთქვა, გონია
მუდმივი არის ასევე ტვინის დაზიანების სურათიც მე რაღაც მომენტში ალბათ გავა ეკრანზე, წითელა შემდგომი პერსისტენტული, ანუ მუდმივი ინფექციით გამოწვეული ენცეფალიტის, რომელიც აი პირდაპირ მინდა მივმართო, მე მქონდა საშუალება რომ თქვენთვის ვიდეო გამომეგზავნა, მაგრამ დავზოგე დილით ადრე. აი ხედავთ როგორი დაზიანება, ჩემი კოლეგები მით უმეტეს ძალიან კარგად ხედავენ. რა შეუქცევა დაზიანებაზეა ლაპარაკი, რომლის გამოსავალი 99% შემთხვევაში არის ფატალური და სულ ახლახან რამოდენიმე წლის წინ იყო შეიძლება გახსოვთ სოციალურ ქსელში იმერელი პატარა ბიჭის 12 წლის ბიჭის ესეთი ფრაზა დედა იცი მე თურმე რა მჭირს სიკვდილი. როდესაც მან შეძლო Google-ში მოეძებნა თავისი პერსისტენტული, ანუ მასკლეროზირებელი ენცეფალიტის დიაგნოზი და ერთ დილას დედას ესუთხრა დედის მდგომარეობა წარმოიდგინეთ, როცა შვილმა მოახერხა რომ თვითონ მოეძებნა, რა თქმა უნდა დედა მიცოდა, ეს იყო აუცრელი ბიჭუნა და ანენცეფალიტის უბედურება რა შემდგომარეობს ნახეთ წითელად დაემართა შეიძლება 1 წლის ან წლინახევრის ბავშვს ის მაშინვე კი არ ულინდება ეს ისეთი რთული სადიაგნოსტიკოა მე ძალიან კარგად უნდა ჩაეკითხო მშობელს ანამნეზი ყველაფერი დეტალურად გამოიკითხო გამოიკვლიო მისი ანტისხეულები და მიხვიდე იქამდე სადაც მივედით აი ახლა უნდა გადავიდე წითურაზე სანამ მე კალენდარზე მოვყვები რა არის წითურა წითურაც ინფექციური დაავადება დროში რო ჩავეტიო რომელთან კონტაქტის შემთხვევაშიც წარმოიდგინეთ ორსული ქალის მასთან კონტაქტი პირველ ტრიმესტრში აყენებს ორსულობის შეწყვეტის საკითხს თუ თვით გამოდევნა არ მოხდა ნაყოფის. იმიტომ რომ ის იწევს მძიმე დაზიანებებს, სმენისა და მხედველობის მძიმე დაზიანებას, იწევს გულის მანკებს, მაგრამ თუ არის მეორე და მესამე ტრიმესტრი, მუდმივი მეთვალყურების ქვეშ იმყოფება ორსული და მაშინვე იწყება ახალშობილის გამოკვლევა, რომ იქ არ იყოს როდესაც აღმოაჩინეს ეს მეცნიერებმა ის იყო თანდაყოლილი წითურას პოვნა რომ მოახერხეს ზუსტად ამის მერე დადგა ეს საკითხი ადამიანებო მარტივ რაღაცას ვიტყვი ყველაფერზე ვამბობთ არის ღვთისნება მაინც და მაინც მეცნიერების განვითარება არ არის ღვთისნება ძალიან მარტივი კითხვა მაქვს ანუ ღვთისნება თუ ამაზე ვსაუბრობთ ხომ ისიც არის რომ წინ წავიდეთ არ გავჩერდეთ და ეს ყველაფერი ვიპოვოთ რა არის ახლა გეგმიური კალენდარი ძალიან მშვიდად შეხედეთ პატივცემულო მშობლებო ამას იბადება თქვენი პატარა ახალშობილი აი ნახეთ კალენდარი უყურებთ როგორი გათვლილია ყველაფერი როგორ გადანაწილებულია აბსოლუტურად დროში იწყება ვაქცინაცია იწყება სამშობიარო სახლში ჩემო საყვარლებო იქ იწყება ვაქცინაცია ჰეპატიტზე იცრება ჰეპატიტზე თქვენი ახალშობილი და კეთდება ეგრეთ წოდებული BCG ვაქცინაცია ღმერთმა ქნა საქართველოს მოდესმე გადაინაცვლოს ნაკლები ტვირთის დონის ქვეყანაში ტუბერკულოზის მიმართულებით მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში ეს პრობლემა, ქვეყანაში მუშაობს სახელმწიფო პროგრამა. ჩვენი დასავლელი სხვათა შორის ძალიან გენიალური პარტნიორობის დახმარებით, სადაც უფასოდ მიეწოდება ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს მედიკამენტები, პაპილომაზე. ასევე და როგორც მამაკაცები ეს როგორ გეხმარებათ ეს იმაში, თქვენი შვილი დაიცვათ ამ დაავადებისგან ევროკავშირში ეს არც კეთდება, იმიტომ რომ იქ უკვე აღარ არის ეს ტვირთი. როგორ შეიძლება ამაზე უარი თქვა. მერე მოდის იწყება 2 თვეზე, 3 თვეზე, 4 თვეზე პირველი როცა არის ჰექსაქსიმით, აქ არის ასევე როტავირუსი, რომელიც ისეთ მძიმე ნაწლავის დაზიანებებს იწვევს ბავშვებში, თუ ის როტავირუსით არ არის ვაქცინირებული, ახლა არ მომცემს თქვენი დრო ამის საშუალებას, თუ თქვენი მაყურებელი გამოთქვა სურვილს და თქვენ გექნებათ სურვილი, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ეს თემა ჩავშალო, მაგრამ თქვენი გადაცემის ქვეშ შეგვიძლია, რომ ეს ამბავი ჩავშალოთ და ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა არის, სანამ მე ამოვწურავ, სანამ თქვენ დაგრჩათ რაღაც კითხვები, ვიცი რომ დროც შეზღუდული, მაგრამ ყველა მათგანი რაც ჩამოთვალეთ, ეს არის დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ამაზე ყბაყურა, რომელიც უნაყოფობას იწვევს პირდაპირ სათესლე ჯირკვების დაზიანება შეიძლება მძიმე გამოიწვევს, საკვეცხის დაზიანება შეიძლება გამოიწვევს და რამოდენიმე წამში უნდა ჩავტიო, რომ დაწყებულია პაპილომავირუსზე ვაქცინაცია, პაპილომავირუსზე ვაქცინაციაში მამაკაცებიც ჩაერთნენ, პირველად მოხდეს მამაკაცებიც ჩაერთნენ 26 წლის ასაკამდე, რომ მათ თავიანთი პარტნიორები დაიცვან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ვირუსივით არის მოდებული მთელს დედამიწაზე. მე მინდა რომ თუ თქვენ ამ კითხვები დაგჭათ, ეს აუცილებლად უნდა მომესრო, რომ თქვენ ყველა დარჩენილ კითხვას გავცეთ პასუხი. არა, ის ბოლოთ საკითხი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, როდესაც თუ ვინმეს რამე ეჭვია ხოლმე ვაქცინებთან დაკავშირებით, დაბადებიდან ვიცრებით, ესე იყო ყოველთვის, როდესაც უკვე მედიცინა განვითარდა. რატომ ხდება მაგალითად, რომ აი ამ აცრებზე არ აქვთ პრობლემა, მაგრამ დანარჩენ სხვა ვირუსებზე არის ხოლმე პრობლემა. დაახლოებით 1 წუთი გვაქვს, რომ უბრალოდ აი თქვენ გულისხმობთ სამშობიარო სახლში რასაც უკეთებენ, ამას გულისხმობთ და მე ქმნიან პრობლემებს. იცით რა შეესაქმე
სამშობიარო სახში მე თუნდაც ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ტუბერკულოზს ადრე ეძახდნენ ჭლექს. ანუ BCG-ზე თანახმარიან, იმიტომ რომ ჭლექი წარმოუდგენიათ რაღაცას აუცილებლად, რომელიც მართლა ინკურნება სწორი მკურნალობის დროს და კიდევ ვიმეორებ, ის რასაც არცრით უკვე თქვენ შვილებს, წითელას პანენცეფალიტსა ბევრი გესაუბრეთ და ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გოგონები ყველა მზე მძიმე დაავადებისგან, საშვილოსთან ყელის კიბოს სიმსივნისგან შეგიძლიათ დაიცვათ. ამიტომ ეს ვაქცინაც აუცილებლად უნდა გაუკეთოთ თქვენ შვილებს. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ისევ მოუწოდოთ მაყურებელს, რომ ვაქცინა არის ერთ-ერთი ალბათ უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მედიცინამ შექმნა ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თანამედროვე მედიცინამ და თანამედროვე მეცნიერების ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა არის სწორედაც რომ ვაქცინაცია და ამაზე ნებაყოფლობით თუ ძალდატანებით უარის თქმა არის პირდაპირ თქვათ მავნებლური საქმიანობა, რომელსაც სამწუხაროდ ეწევიან კონკრეტული და გარკვეული ჯგუფები და მათი პასუხისმგებლობის საკითხით შეიძლება დადგეს ოდესმე და დიდი იმედი ვიქონიოთ რომ ეს არ გახდება საჭირო და თუ კი გახდება აუცილებლად უნდა პასუხი ამ ადამიანებმა და ერთი მხრივ ამ კონსპირაციულ თეორიებს უნდა დავანებოთ თავი, მივანდოთ ჩვენი თავი მეცნიერებას, რომელმაც დღემდე მოიყვანა კაცობრიობა იმ სახით, როგორიც ვართ დღეს ვარსებობთ და მედიცინა დღეს ნამდვილად უმაღლეს დონეზეა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ხო, და სანამ დავასრულებთ გადაცემას, წიგნის ჩუქების თვეს ვეძახით ხოლმე ჩვენ აპრილს, მაგრამ 23 აპრილი არის წიგნის ჩუქების დღე. ამიტომაც გვინდა რომ გადმოგცეთ საჩუქრად, რომ მე ვერ ვწევი შენ ჩვენს სტუმარს გადაეცი წიგნი. საჩუქრად იმედია რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო თავშესაქცევი იქნება. გისურვებთ რომ კარგით რა გაატაროთ და გაავრცელოთ წიგნები, რომელიც თავს ბევრად უფრო კარგად გვაგრძნობინებს და აი ესეთ როდესაც ვკითხულობ შესაბამის ლიტერატურას და წიგნს, მაშინ ნაკლებად ხდება ხოლმე ჩვენი ესე რა თქვა და არასწორი ინფორმაციის ზეგავლენა ჩვენს გონებაზე, ამიტომაც ვუსურვოთ ჩვენს მაყურებელს რომ გაეცნონ სანდო ინფორმაციას, როგორც სანდო ადამიანებისგან, ასევე წიგნებიდან და არ მისცენ უფლება ანტივაქსერებს და ზოგადად პროპაგანდისტებს რომ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ხო, აი იაზროვნეთ მარტივად, ნება მიეცით ადამიანებს თავისუფალი იყონ თავიანთ არჩევანში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ საკითხის წამოწევისთვის და მუდმივ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი შევთანხმდეთ, ამიტომ ბევრი იკითხეთ, ბევრ რამეს გაიცანით, კითხვები თუ გაგიჩნდათ, მზად ვარ გიავარ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასეთი იყო დღევანდელი მკურნალის რუბრიკა. ჩვენი სტუმარი გახდათ ლალი ჯანაშია, პედიატრი. მადლობა.